მოგესალმები ხალხო, მე ვარ მაგდა იმერლიშვილი, თქვენ ხართ ჩემ არხ მაგდალინაზე, მოგესალმებით. ეს იქნება ჩემი დღის ვიდეო, იმის მე რაც დაუბრუნდი შვებულებიდან, რომელიც ჩემ დაუკითხავად მომიწყე. როგორც იცით, ეს არის ჩვეულებრივი დღეს მართლა რო გითხრათ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, უბრალოდ გაჩვენებთ როგორ მიმდინარეობს ერთ დღე, როცა ვარ remote worker-ი, ონლაინ მუშაობ სახელიდან. და შემდეგ ვიდეო სხვათა შორის ძალიან საინტერესო იქნება, ამიტომ გავმოიწერეთ. თახში მოითო ეგრევე გავითიშე, თქვენ არც რასაც ყველზე მძინავს. ჩემს უბრალოდ შეხედათ. ასმელი მიყრია, სარცხი რომ გამოვიტანე ახლა გარეთ ცხელი იმ დღეს, რაღაცა იმედებოდა რომ თან წამეყო და ყველაფერი ეგრევე სატყულზე გადმოყავე, რომ მეთქი დროზე ვიპოვნე, იმიტომ რომ დილის 4 საათზე ტოვებდი სახლს. ეხლა ეს დასალაგებელი მაგ და ამ დროს 15 წუთი სამსახურში მოვიყო. კაი ონლაინ ვარ. მაგრამ საწოლიდან მექნება პირველი. პირველი სტენდაპი ყველა ვარიანტში. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. მე მრავალს დაესწარი ვთქვი წეღან. მადლობა რომ მიყურებდით. follow-ად რო არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, იმიტომ რომ უფრო ხშირად დავდებ ვიდეოებს ხო. რატომაც არა. ყველაზე იდეალურ შემთხვევაში ჯერ ძალიან მინდა რომ შხაპი მივიღო, თავი დავიბანო და მე ვქნა ეს ყველაფერი, მაგრამ ხვდები რომ აი ამას ფიზიკურად, მენტალურად ვერ გავუსწორდები თუ ჯერ თავი დავიბანე. სამაგერ პასტა დავდგი მოსახარშად. რო სამას ვაკეთებ, ეგ მოიხარშოს. მაგრამ მოდი ახლა დავალაგოთ ჩემი განადგურებული ოთახი. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როცა საათი მივდივარ, უბრალოდ ამ მდგომარეობაში ვტოვებ ჩემ ოთახს. არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ მithom ყველაფერი ჩალაგებული, მაგრამ ვიღვიძებ და 9 საათით ადრე სანამ უნდა გავიდე, მთელ სახლს თავდაყირაზე ვაყენებ, იმიტომ რომ რაღაც პატარას ვეძებ, რაც თურმე წინაღამენ არ ჩავდე, ახლა ვერც ვერ პოულობ. ხალხო, საუზმე გავიკეთე პესტოს საწებელი. ზემოდან ცოტა სიგა ჩამოვაასხი, ვიცი ძალიან დანაშაულია. მაგრამ რა ვქნა მიყვარს. ნებელია. არ ვიცი, მაგრამ პესტოს საწებელი ძალიან მიყვარს. და ყველაზე მშიერო ვარ და ყველაზე აი თუნდაც hangover რო ვთქვა უფრო, ყველაზე იდეალური ჭდება ეს საჭმელი. მაგრამ ახლა მშიერი ვარ. ამას შევჭამ და დაწყო მუშაობას. ხალხო მე ღირსა თავის დაბანა, შხაპის მიღება. ეს და მუშაობდა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი მესჯები არ მომდის, ჩემი უფროსი გასული და ეხლა 4 შაბათამდე არ არის სამსახურში და აი ამ 2 დღეში მოვასწრებ ბარემ ყველაფრის გაკეთებას, სანამ ეგ არ არის. თუმცა დავიბანე, ეხლა უნდა წავსო ცოტა ფრუქტისის. აი ეს, ამას ვიყენებ leave-in conditioners უკვე წლები 2019 წლიდან. რამე ახალი მინდა ვცადო, იმიტომ რომ ფრუქტის ზეთონები ვცადე, ზეთონები არ მომეწონა, თავს თმას დაჭუჭყიანს მიჩენ და ზეთს წასმის მერე. მიიღოთ იმისა, რომ წეს არ უნდა გიჩენდეს, უბრალოდ თვაში უნდა. ხო და რამე თუ გაქვთ კიდე ერთი ვარიანტი, რაც მოგზაურს კარგი სუნი აქვს და თან ფრიზი არ გაქვთ მაგის მერე თმა. არ მოგერიდოთ. და მიწერეთ კომენტარებში. რაღაც მქონდა სხვათა შორის კიდე ერთი უნდა შევხედო რა იყო. ხოხობას თუ ჯაობობას რო რას ძახიან მაგის ზეთიც მაქვს მაგას ხანდახან იმიტომ სუნი მომწონს ვერ ვიტყვი რამე განსაკუთრებულად დიდი განსხვავებას ხედავ მეთქი იმიტომ რომ ჩემს ერთ მეგობარი ის თმა ისეთი რბილი იქონა მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს ეგ და კაშხეთ კიდე რა მომივიდა აი ეს მომივიდა სკალპის და root serum ანტენისგან რომლის სუნით კატასტროფულად მომწონს უბრალოდ
ავის რა კაი სუნია, გიგონა პარფიუმს ვისხავთ მაზე. და ეს უბრალოდ სკალპში გავუშვათ, იმიტომ რომ თმა აღარ დამრჩა. სხვადასხვა ახლა ვსვამ თხევად ბიოტინს. Mary Ruth-ის რაღაც თხევად ბიოტინს, რომელიც ბოთლი ღირს, რა ვიცი, $40. და ვნახოთ რამეს თუ მიშველის ეგ Mary Ruth-ის რაღაც. სულ იმეჯ გრუპში ვარ ხოლმე, რა ქვია. სულ არა ქართველები ჯგუფებში ამერიკაში რო არიან და აბსოლუტურად ყველა იმაზე წერს ხალი რომ მის ცვენას რითი უშველო, იმიტომ რომ იცოცხლე რა ჩვენ აქ თმას ვკარგავთ. წყალი ცალკე სტრესი იქეთ. ყველაფრიდან ერთდროულად. ყველაზე დიდი ერთ-ერთი მინუსი მაგაშია, რომ პირველი ის რომ წონაში იმატებ, მეორე ის რომ თმას კარგავ. მთელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მთელი ნერვები განადგურებული გაქვს. რაღაც პერიოდი. და გაჩვენებთ რა მაგარი რაღაც ვიყიდე იმ დღეს ძალიან მეჩვენ. მზღირდა სულ რაღაც $1. სამაგიეროდ ჩემი სავარცხლიდან აბსოლუტურად ბოლო ღერამდე იღებს ნებისმიერ თმას, რაც კი ჩარჩენილია. რა უცნაურია ინტერნეტი ზიხართ ხალხი და უყურებთ თმას როგორ ვარცხნი. მე კიდევ ვზივარ და ვიღებ თმას როგორ ვარცხნი, მისახე რას მიგავს. ინტერნეტი არის ძალიან ცნობი რაღაცა, იმიტომ რომ უყურებ ჩემ ვიდეოებს 2019 წლიდან რა და ანგელოზებით ბავშვი ვარ, ხო? ჯერთი სად მქონდა ამ ხელა რაღაცნაირად. განსაკუთრებით პირველ რამოდენიმე ვიდეოში. ანგელოზების ბავშვი ვარ იდეალური კანით, ანუ მართლა მადლობა ღმერთს რაღაცა არ გამომივიდეს, მაგრამ კანზე პრობლემა არასდროს არ მქონია, არც თინეიჯერის პერიოდში არა, აი ყველაზე ხა მგონი ახლა დამეწყო ერთი-ორი რაღაცა, აი ჰიპერპიგმენტაცია, მაგრამ ანუ კანზე ეს რაღაცა დიდი პრობლემა არ მქონია თინეიჯერის პერიოდში, ხო იცი მთელი სახე რომ გამონაყრით დაგეფარება, რაღაცები რომ გამოგდის, ეგეთი რაღაც არ მქონია. ხო და მადლობა მაგის, იმიტომ რომ ისაც უკვე დაშინებული თინეიჯერი ვიყავი, ძალიან რასახიან დაბულინგებული რა და ეგ ღამაკლდა გეფცებოდა, ნუ მართლა ყველაზე ბოლო ეგ წვეთი იქნებოდა ეგ ალბათ ჩემ ცხოვრებაში. ხო და არასდროს არ მქონია და ვზივარ 2019 წელს ვიდეოს ვუყურებ, იდეალური კანი მაქვს, თან როგორი გამხდარი ვარ, იცით? ეგეთი გამხდარი ცხოვრებაში აღარ ვიქნები. თუ რა თქმა უნდა მილიონერი, თუ რა თქმა უნდა ძამდერი არ გავხდი და საკუთარი შეფი არ მყავდა, ვინც საჭმელს მომზადებს, ან სპეციალურ საჭმელს არ შევუკვეთავ და კიდევ საკუთარი ტრეინერ არ მეყოლა, ეგეთი გამხდარი მე აღარ ვიქნები, იმიტომ რომ საკუთარი will power მაგდენი აღარ გამაჩნია მაშინ რომ მქონდა 16-17 წელსაკში. და ვუყურებ იდეალური კანი მაქვს, იდეალურად გამხდარი ვარ და კომენტარები უბრალოდ, არ ვიცი წავშალე თუ არა თუ ისე მაგვსმანთ, მაგრამ კომენტარები იყო რას გეგავს სახე, რას გავს კანი, მაკიაჟი მაინც გაკეთებენ, ელემენტარულია უბრალოდ რომ პატივი ისე შენ მაყურებლებს. თან მაკიაჟი არასდროს არ მქონია გაკეთებული, ანუ ტუჯსაცხე, იმასაც კი არ ვფლობდი უბრალოდ მაგ პერიოდში. და აი ამ იდეალურ სუფთა კანზე მეუბნეონერო, თუმცა საშნელი კანი მქონი და იმ წონაზე მეუბნეონე რომ სუკანი ვიყავი ღმერთო. აი ვაფრენ ხანდახან რო ვფიქრობ მაგაზე. სერიოზულად. კარგი, ეხა უნდა დავჯდე და ვიმუშაო ცოტა, სახელიდან ვმუშაობ, აი მაგ ჩემი წინ სეტაპი ხარ რაზეც ეს ტელეფონი მიდევს, მაგრამ მეზარება. მაგრამ რას ვიზავთ? ფული გვჭირდება რომ გავაგრძელოთ წინ და უკან ტანტალი. ესე იგი, ეხლა ჩემ sourdoughs ვამატებ, ჩემ სტარტარს ვამატებ ცოტა თქვილს, ეს დროა რომ ვაჭამო. და დღეს მინდა რომ ცომისთვის თავიდან ამოვიყვანო კიდე, ნუ თავიდან ამოვიყვანო რა. საკმარის რომ მქონდეს. გონი სამი კოვზია ყოლა რომ ვაჭამო. სხვადასხვა სტარტები ძალიან მარტივად გავაკეთე. და ბევრი ვიდეო ვნახე ამაზე ზოგადად. რომ აი ხალხს არ გამოუვიდათ და გაუფუჭდათ და არ ამოვიდათ და ცომი რაღაც საშინელება გამოუვიდათ, მე პურის საშინელება გამოუვიდათ. მე სტარტერი ეგრევე ძალიან კარგი გამომივიდა. არ დავაფრთხო ეხლა და ზედმეტი კონფიდენცი არ მქონდეს, მაგრამ
სტარტერი მართლა კარგი გამომივიდა. ამას დავდე ხარ რამოდენიმე საათი კი ამოვა თავისით. რამოდენიმე საათში. და ხვალე უგემრიელესი საუბრობ მეთქება რომელიც შემიძლია ჩემ ავოკადოსთან ყველთან ერთად ვჭამო. ამას დავდე მაცივი სალდა. ახლა როგორ გამოიყურება ახლა ჩემი სტარტერი. უფრო ფოკუსი გაუსწორო დაინახოთ. უფრო უკეთესად. და მისგან ახლა ორი უნდა გამოვაცხო. ხედრა კაია, როგორი აქტიურია. რატომღაც მე ძალიან მარტივად გამივიდა საუბრო როგორც გითხარით. არ იმას ხა მანჩინქსეთ, მაგრამ ხალხი ზაზუნებს ეს რომ დიდი დროს ჭირდება ის რომ უბრალოდ აი პურში მაგალითად ხო უბრალოდ ჩაყრე ხოლმე დროშს, წყალს, მარილს რამე და всё დავდგავ. მოვზილოთ დავდებ. ამოვა. მაგრამ ამას უბრალოდ ვერ დავდებ ყურად. ეხლა ამას რომ ზუსტად გავსმავ რამდენი რამ ჭირდება, მე მოვზილავ 1 საათი დავტოვებ. მე სამჯერ უნდა ვქნა რომ 1 საათს მე მოვალ. ავდებ, ჩამოვდებ, ავდებ, ჩამოვდებ, ანუ გავწელო, დავდებ. მე 9 საათში მოვალ, კიდე ვიზავ ამას და დავდებ. მე კიდე 1 საათს მე მოვალ ამას ვიზავ. მე 5 საათი დავდებ მაგიდაზე შეფუთულს და 5 საათს მე უნდა ავიღო და მაცივარში შევდო მთელი ღამით. და მე დილით უნდა გამოვიღო ეგ და გამოვაცხო და თან უბრალოდ პლასტმასის იმაში ვერ ჩავდებ. უნდა გქონდეს ჩაფენილი ამ პლასმასში ის რა ქვია kitchen towel. რომელსაც უკვე მოყრილი იქნება ფქვილი. და მე kitchen towels არ მაქვს, ამიტომ cotton რა ქვია 100% ბამბის მაისური მაქვს. არაფერი ნახეთ ყველანაირ წარწერის გარშე, რომელიც გარეცხილი და უბრალოდ მაგას ჩავაფენ, მაგაზე ფოსავდებ და მაგაზე დავაყრი ამას. Just life hack-ი თუ არ გაქვთ. და Okay. ეხლა დავიწყოთ, მოდი გაკეთება ჩემი პურის. როგორ ვაკეთებ ამ მაგზაბ ცალკე ვიდეოს გადავიღე პრინციპში არ მინდა ახლა ეს ვლოგი მაგით რომ დავტვირთო. მაგრამ გაჩვენებთ მე მთლიანი პროცესს პურის გაკეთების, რომელიც უგემრიელესი გამოიწვია, ის სასწაულად გემრიელი. დედა ჩემი რო გააფრენს, რომელსაც ჩემ პური არასდროს არ მოსწონდა, იმიტომ რომ ძალიან დაბალ კალორიულს და ყველაფრის გარეშე ვაცხობ. აი ეს პური იცხოვა ყველნაირ ცხიმის, კარაქით და ყველაფრის გარეშე და უგემრიელესია უბრალოდ. აი სტარტერი ზუსტად იმენი მაგაკეთებული, რომ ესე ცოტა მრჩება ხოლმე შიგნით. და ეს ცოტა მრჩება, მას უბრალოდ მაცივარში ვინახავ და როცა მჭირდება პურის თავიდან გამოცხობა და სტარტერის თავიდან გაფუება, უბრალოდ ამას ვდებ გამომოქვს მაცივარიდან, ვამატებ როგორც გაჩვენეთ, ვაჭამებ ცოტა ფქვილი, დავდე რამოდენიმე საათი და ამოვიდა ისევ. ახლა ამას უბრალოდ შევინახავ, იმიტომ რომ ერთი კვირა აღარ გამოვაცხო უბრალოდ პურს. ვიცი, ძველმა თაობამ რამდენიც უნდა იცახოს, რომ სახლიდან და ოჯახიდან წასვლით გავაფუჭდებით, ხელიდან წავალთ ოჯახში აღარ ვიქნებით შესვლები თუ გავაფუძდებით, მაგრამ რეალურად ოჯახში შესვლები მარტო მაგის მერე გავხდი, რაც ოჯახიდან წამოვედი. ხო. პურს ვაცხობ. სახლის გენერალურ უბორკას ვუკეთებ ჩემინებით. მე დედაჩემთან ვცხოვრობდი, ხო, ვერ ვნახავდით უდესმე, რომ რა ქვია, თვალად ბოლო რო არის, რომ ის ანუ 3 სხვადასხვა ხსნარით გამერეცხა ყოველ კვირას. ოთახისთვის რეფრეშერები მეყიდა, მაგიდა ყოველდღე გადამეწმინდა, ხინკლის მოხვევა მესწავლა. რომელ პურის გამოცხობაზეა ლაპარაკი, ანუ ვერ ვნახავდით ფიზიკურად. და მართლა ოჯახში შესვლები არ ვიქნებოდი, დავჯდებოდით ორივე და დავუყურებდით ალბათ ჩემ რაღაცებს. ახლა ამას დავდებ, ესეც უნდა იყოს სხვათა შორის და რაღაცნაირად ძალიან ლამაზ და ბარხატული ცომი გამოდის აი ამ რაღაციდან. Razon დავდო 1 საათი. დედა ეხა ვიყავით საყიდლებზე, საჭმელი გვეყიდა ჩემთვის და მაგის ამიტომ ერთად ბულ ყიდულობ ხოლმე და უბრალოდ სახლებში ვანაწილებ. და ჩემი ძმას ეჭხვება უკვე 1 საათია ტვინი ამხადეს. მაგრამ არა უშავს. ბენზინგასამარზე გავჩერდი ახლა, მინდა რომ აი ეს სასმელი ავიღო და ჩემისთვის
და მე წავიდე სახში. პასენჯერ ძაშემ სლაშის. წამ ვიდეოს ვიღებ ბრალდა. აღარ რაღაც აისზე ძახიან და ყინული მიწარი. არ მიყვარს ეგეთ რაღაცები, მაგრამ ძეჩას პატრაბაში უყვარს ეგეთ რაღაცების ჭრებას ხო? ვაუ. მოგეწონა? აუ რა. კაია. ოჩ. და ვინაცლებ თელამს ნავაჭრს აი Walmart-დან. ტუალეტის ხაღალდი შეფერბოდიცია. და როგორ ძეჩემ და რამდენიმე ღორს ვიტოვებ. მაგრამ ძროხა და ღორი ძირთადად ეჩემ და იმიტომ რომ მარტო ქათების მკერდს ვჭამ. იმიტომ რომ ორშაბათი დიეტაზე ვართ. ეს ფეფები მოვედით ისევ ლანჩზე. ამჯერად მაქვს ბურიტო. და ვგიჟდები ამათ პიკნის სასმელს, აი კატასტროფულად გემრიელი უბრალოდ არ ვიცი რას ვთქვი შეგით, მაგრამ გამოვისია. უნივერსიტეტში შევიარო, ჩემი საჩუქრები წამომაგვა, ეს იყო ჭიქა, ჩემი უნივერსიტეტის ფაკულტეტის სახელით. უზარმაზარი მაისური, იმიტომ რომ თეთრი მარტო ქონდა XXXL, რომელიც კაბასავით ჩავიცმევ დიდი ვარიანტით. ან სახლში, ან საწოლში, ან შეიძლება უბრალოდ კაბად გადავაქციო და ისე ჩავიცვა. არავინაცის და კიდე პატარა სტიკერები და რაღაცები. ჰამაკიც იყო, მგონი ჰამაკი არ მომწეს. უნდა გავარკვიო, მგონი შეეშალოთ რაღაც. ჩამოსაკიდი ჰამაკები ძალიან კომპაქტურია, ყველგან შეგიძლია წაიღო და არც გაკვანძუა და რამე არ სჭირდება. სხვადასხვა ეგ ჩემო ყოფილმა მასწავლა მაგ ჰამაკების დაკიდვა და ძალიან მიყვარს ჰემაკინგს ეძახენ, უბრალოდ მიდიან, თვითონაც გააბავენ ამას ერთად და აი ხოლმე ვიდეოები გინახიათ კიდევაც როგორ წავართ ხოლმე მაგ ჰამაკის შეზაფხულში. არ ვიცი ესეთი რა ვჭამი, მაგრამ ამ წუთამდე ისე მეძინება თქვენგანზე არ ხართ. აი არ ვიცი რა მხელა იყო ეს სადილი, მაგრამ აი ისე მეძინება რა ვიცით. არ და 4 საათი გავიდა უკვე იმიდან რაც ვისადილო და კიდე მეძინება ისევ. დილამ შტობისას უყალას არის დილის 7 საათი. როგორც წესი 6-ზე ვიღვიძებ, მაგრამ დღეს გადავწყვე 7-ზე გამოღვიძე, იმიტომ რომ სხვა რაღაც ვაკეთებ და არ მაქვს ბევრი დრო. კიდე ამგვარი გასაკეთებელი. ასე რომ მოდი მოვამზადოთ მივიდოდი დარბაზში. არ ვიცი დღეს რა ჩავიცვა. ჩემი ყოველდღიური პრობლემა იმაში არის, რომ არ ვიცი რა ჩავიცვა დარბაზში. იმიტომ რომ ადრე დავდიოდ როგორც ადამ სენდლერი. მეც ვარ რაც მინდა და როგორც მინდა ჩავდა homeless, hobo, რაღა გარეგნობით, მაგრამ ეხლა დავდივარ საერთო დარბაზში. დავდივარ მარტო გოგოების დარბაზში, პატარა დარბაზი იყო და არ მეინტერესებდა საერთოდ რამეცვა. მაგრამ ეხლა დავდივარ დიდ დარბაზში. ჩემი ყოფილი დეითები. ჩემი ops. ყველანი მანდარიან. არა ხანდახან ხვდები, ხანდახან არა, მაგრამ რო ვუყურებ ეგ ცალკე და თან გოგოებს რო უყურებ, ისე კარგად გამოიყურებიან და ისე უხდებათ ეს რა ქვია სპორტული ფორმები, რაც არ უნდა ეცვა და ზოგი ჩემტანზე უბრალოდ ერთ რაღაც შეიძლება გეცვას, რაც იხდება, როცა ვარჯიშობ და მე ის რაღაცაც რაც არ მიხდება. ამიტომ ჩემი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ვფიქრობ და ვცდილობ რომ მოვძებნო ის, რაც მომეწონება და ჩავიცვა. და ჩემი მუდმივი პრობლემა სპორტულ განსმელზე არის შარვალი. არ ვიცი, ერთი შარო მაქვს, რომელსაც კატასტროფულად მიხდება საყურჯიშო, სხვა ეგრე არ მიხდება და ვერც მაგ შარვლის რეპლიკას ვერ ვპოულობ ვერსა. თან არ მინდა ყოველ დღე ეხლა იგივენაირი შარვალი რომ ეწოს, თუნდაც რომ ვიყიდო მსგავსი. მაგრამ მგონი მომიწევს. მზად ვარ. ხმართო. მაგარი დაგავდივარ. უკვე. მაგრამ რას ვიზავთ? უნდა წავიდეთ. პირველ რიგში ჩემი pre-workout უნდა გავიგეთო. როგორც ზე pre-workout-ს არ მჯერო და დღემდე არ მჯერა pre-workout-ის, მაგრამ ჩემი ეს უბრალოდ placebo-s ეფექტი აქვს. იმიტომ რომ ჩემ ტვინში მუშაობს მიხედვით იმისა, რომ ჩემი აზრით ფიზიკურად დედაქალაქს არ შეიძლება. მაგრამ გავაღვიძე მთელი სახლი ჩემი თარტბოს. მართალია. მაგრამ დილის 6 საათზე რომ ვუძებ ხოლმე და ნახევრად რომ ძინავს და ამ სასმელს ვავ, რომელიც არის რაღაცა მარწყვის რაღაცა გამაგრილებელი და ძალიან refreshing, ხო? მეღვიძება ხოლმე უფრო მარტივად. და რაღაცა სვავ. და ეს ჭამს არ ვაპირებ.
როგორც ეს პატარა შევაფრთხო ხალი ჩავიდა ერთსა, იმიტომ რომ საწმენდი არ მაქვს. ყველაფერი რაც ჩემს სახლშია არის მოსამზადებელი. მე ვარ ძალიან ingredient household პროგრამა. როგორც ეს ცურავ კიდევაც ხოლმე, მაგრამ დღეს ცურვას არ ვაპირებ, იმიტომ რომ გავუგვიძე 7-ზე. ეხლა გამახსენე 7-ზე რატო გავუგვიძე, იმიტომ რომ დღეს ცურვას არ ვაპირებ. მე ჩემ პრიორიტეტს მომწონთ. დღეს მაქვს აფრბადი და სხვათა შორის ჩემი ახალი რუტინა არის ძალიან ChatGPT-ის შექმნილი. უთხარი ChatGPT-ის, რომელ ვარჯიშებს ვერ ვიტანდი. რამდენი დრო მქონდა, რამე ყველაფერი ჩემზე და შემიდგინა რუტინა და ნახოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ Bulgarian squats ვერ ვიტან. კონსიერა ერთ კუბს ვიზავთ დღეს, იმიტომ რომ ძალიან არ ვაპირებდი და თავის დახარჯვას. მაგრამ ორშაბათიდან ვიწყებ ხალხო, ისაც გაინტერესებთ, ორშაბათიდან ვიწყებ ძალიან ინტენსიურ ვარჯიშს. ეხლა ვარჯიშობ ხოლმე ყოველდღე, მაგრამ კუთხეს უბრალოდ ჯანსაღად ვჭამ, მაგრამ დიდ არ უყურებ რომ რაღაცას, მაგრამ ორშაბათიდან ვიწყებ აგრესიულ ქადს. შევადგინე მთელი მენიუ. საათობრივად, სხვათა შორის ეს ტექნიკა არსებობს, საათობრივი ჭამაზე, ანუ ყოველ დღე ერთ და იგივე საათზე უნდა ჭამო. რომც არ გიშოდეს, მაგალითად 2 საათზე რო გჭამა, რომც არ გიშოდეს, მაინც მონტაჟზე ჭამო. და თითქოს ეგრე უკეთესად მაშობით ან ხალხს ვისაც ADHD აქვს, უკეთესად გამოდის რომ მიყვე ამ დროს შენ გეგმას. ამიტომ მაგის გაკეთებას ვაპირებ. პირველად როდესაც ყველაზე გამხდარი როცა ვიყავი, მაშინ იყო რომ საათობრივად ვჭამდი მართლა და ყველაფერი მქონდა გაწერილი საათობრივად და წუთებად. ამიტომ ახლა ვაპირებ იგივე გაკეთებას და ნახოთ თუ ერთ თვეში რა შედეგი იქნება და გაჩვენებ თანაც ვჭამ ხოლმე და ასე შემდეგ. რაც სხვათა შორის ძვირია. ხალხი კიდევ მაგრამ ისე რომ ჯანსაღად დაიგო და თან გემრიალა ძვირია. რა ხორცი მოჭამ. ოკეი და მგონი ხალხო დავიწყებ იმის რა ქვია. გრეკ იოგურტის ჭამას, იმიტომ რომ соусის გაკეთებას ვაპირებ, რომელიც გეთება სიჟაჩისგან და გრეკ იოგურტისგან. იმიტომ რომ ჩავუთხარი ChatGPT-ს, რომ ეს ცარილა ბრინჯის და ბოსტნეულის ჭამა არ მინდა. ხორცთან ერთად, იმიტომ რომ არაფრის გემოაქვს, რა მოვასხა, რომ გემრიელიყო და თან კალორიულად ბიუჯეტში ჩავედი და ჩატმა მითხრა, რომ ლაიმის წვენიო, გრეკ იოგურტიო, იმიტომ რომ ყველაზე ძაბალი კალორია აქვს მაგას და სირაჩაო, შეგიძლიათ ცოტა რაღაცა მოაყარო, შეგიძლიათ რამე სანელებელი და ეს კაი უნდა გამოვიდეს. ხოდო ვნახავთ მაგედან რა გამოვა. თან თეთრი ფერის არ იქნება, ამიტომ ჩემი ტვინი უფრო უკეთესად იქნობს ამაზე. ახლა უცებ მაღაზიაში შემოვედი, ჩემ წინ განებარემ და ვიფიქრე რაღაცებს ვიყიდე, იმიტომ რომ და მე ხო რა აქვთ, სამსახს წავალ. გასკორ. არა უშავს. აი ეს უბრუნდები ბასახში. მათ როგორ შემოგვაქვს სტანდარტი რაღაცა საერთოდ, ამიტომ უცებ ცომს ამოვიღებ და იყოს თავისთვის. და თან გუმელი უნდა გავაცხელო, სანამ თავის გამოსაცხობიანად, სანამ პურს ჩავდები შეგიძლია რომ გამოცხოს. აუ შეხედეთ. აი ესე მაქვს ამაში ახლა ეს შემაისურე. და ამაში ხა ცოტა იმას ფულს ვაყარ, რომელიც გვერდზე მიდას. მე ღირსება წავალ ერთხელ ამ ონლაინ მაღაზიაში და ვიყიდე ალბათ ამის სპეციალურ spoofing იმას ეძახიან რა ქვია baskets. სადაც უკვე იქნება ნაჭერი გადაბული, მაგრამ რა ხანდა არ მაქვს მაგისი დრო ჯერ, ამიტომ მოდი ეს ვქნათ. აი ჩემი პური, ნახეთ. ამას აღარ ჩავდებ. გადავახვალ. და ზემოდან გადავაფარებ და მთელი დღით შევდგა მაცივარში და ხვალე გამოვაცხოთ. ჩემი ცომი, მოდი ახლა მოვიღოთ. უბრალოდ შეხედეთ ამ პურს, ნახეთ რა ლაკაია.
საუზმედ შევიწვი აი ღუმელში კარტოფილი. იმიტომ რომ ჩემი პური კიდე 20 წუთი არ გამოცხება. და მე კიდე 1 საათი უნდა დადო, რომ გაცივდეს, რცხილი არ უნდა გაჭრა. ამიტომ შევჭამთ ამას. გამრადესია და ახლა აღმოჩნდა ეს ხალაპინიო რანჩ. სონიკიდან გამრადესია. და მწარია თან კრემი. გეტყვით, საკმარისად დაფინანსებულები არ ვართ, მახინჯები არ ვართ, უბრალოდ საკმარისად დაფინანსებულები არ ვართ, იმიტომ რომ დილით გახსოვთ რას ვგავდი? დილით გახსოვთ რას ვგავდი? ხომ მიდიარ გოგოების შეხვედრა და გოგოების და ჩემი ფაკულტეტი, ოღონდ მარტო გოგოები ვიქნებით. უნივერსიტეტში დაგპატიჟა რაღაცა, ამიტომ ხა იქ მიდივარ, ზუსტად 5-ზე არის, საათი არ მიგეთია. 5-ზე არის და 5 წუთი ადრე მოვედი და ხა წავალ და შევეცდები რა ვიპოვნო ის ადგილი სადაც უნდა ვიყო. სერით, მაგრამ ბოლოსთვის საჭმელად გავჩერდით. ოღონდ ეს ჭამს მე უბრალოდ ვუყურებ, იმიტომ რომ ისეთი გამსკლარი ვარ საჭმელი, რომ რაღაც გამსკლარი ბევრი მნიშვნელობით. I'm just vlogging for it. ვარ დედა ჩემთან, იმიტომ რომ როგორც მე ვიხდი დედა ჩემის ცხოვრების ხარჯებს, როცა ჩამოდის ხოლმე ჩემთან. მაგრამ ერთ სახში არ ვცხოვრობ, ხო და ხა მივიდოდი დედა ჩემთან და დედა ჩემი იმით მიხდის მადლობას, რომ ჩემს არის რეცხავს ხოლმე. მე ხოლმე მთელი შეკურა ჩემს, იმიტომ რომ ჩემს საცხოვრებელს საერთო სარწყი მანქანა აქვს ჩვენ სართულზე, 2 ბინა ვართ და ეს 2 ბინა ვინაწილებთ ერთ რამოდენიმე სარწყ მანქანას. 3 რეცხავ გვაქვს, მაგრამ მარტო 2 ბინა ვიყენებთ ამ 3 რეცხავს. მაგრამ მაინც თან მეზარება, თან რატო? თან ცალკე ფული უნდა გადაიხადო ხურდებზე მუშაობს, ნუ ბარაძელიალურად მარტო ხურდაზე არა, მაგრამ რატო როცა შეიძლება რომ უბრალოდ დედასთან მივიტანო. და დამირეცხავს, გამიშრობს, გამიუთავებს და წამოვიღებ ხოლმე სახლში. მაგრამ ღამით ვაკეთებ ხა ამას, იმიტომ რომ ახლა გამახსენა. დედა მოდიო, კაცო მოდიო. და მე იქნებ გავყვანო, გავასერინებ სადმე. ავაზე ან ნაყინზე წავიდეთ, იქნებ. რატომაც არა. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. იმედი მაქვს მოგეწონათ. შემდეგი ვიდეო იქნება იმაზე, როგორ მივდივარ ამერიკულ დეითინგ შოუში, რომელიც არის ჩემ ქალაქში, ჩემი ქალაქის ხალხში და როგორც წესი იქნებიან ყველანი ზერელიგიურები, ერთადერთი ვიქნები მგონი, ან შეიძლება ორნე ვიყოთ, ვინც არ ვართ. მაგათნაირი, ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება. ალბათ მალე გამოვა ეს ვიდეო, მაგრამ ხვალე მივდივარ ზუსტად ჩასაწერად. ალბათ ყველაფერს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ ხელი მოვაწერე გაუხმარებლობის ხელშეკრულებას და ძალიან ბევრ რამეზე ალბათ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რაზეც ვილაპარაკებ, და რაზეც შემეძლება ალბათ გაგებინებთ. მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო დღეები გველის. ტყუილად არ მიჭამია ეს 10 თუ 12 ყურძნის მარცვალი, ღამის 12 რო ხდებოდა ახალ წელს, მაგირის ქვეშ. იქნება ეს წელია, როცა ჩემ ცხოვრების მეგზურს ვიპოვნი. იქნება ეს წელია, როცა გონი ჩემს საყვარელ ადამიანს. რამ ჯერჯერობით საყვარელი ადამიანი 1-4 მაინც მყავს მგონი. კონკრეტულად არავის არ ხვდები, მაგრამ რამოდენიმეზე ერთდროულად ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ არცაც არ ვნახულობ. ოკეი. კარგად.